გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფელ სართიჭალაში უცნობმა პირებმა ბიზნესმენს ავტომობილი აუფეთქეს. შემთხვევა დაახლოებით ღამის 4 საათზე მოხდა. უცნობმა პირებმა ადალათ ირზაევის სახლის ეზოში გაჩერებულ მანქანას ბენზინი გადაასხეს და ცერცხლი წაუკიდეს. ადგილობრივების თქმით, ეგრეთ წოდებული ქურდული სამყაროს წევრი მათგან რეგულარულად ითხოვდა დიდი ოდენობით თანხას, აშინებდა მათ და ემუქრებოდა. მოსახლეობა ამბობს, რომ მსგავსი შემთხვევები ბოლო 2 წლის განმავლობაში ხშირად ხდება. მაგალითად, რამდენიმე თვის წინ გარდაბანში ერთ-ერთი ბიზნესმენის სახლში ხელყუმბარა შეაგდეს, ასევე დაცხრილეს ერთ-ერთი ადგილობრივი მაღაზიაც. ადგილობრივები ამბობენ, რომ პოლიციამ ინციდენტის შესახებ იცის, თუმცა ამ დრომდე არანაირი ზომები არ არის მიღებული. საქართველოში არის ბესპრედელი. ბესპრედელი ცით რა არის? ფულს აწერავი, ვიღაცას ფული არ გადაუხდია და მანქანა დაწვეს. ვინ თხოვდა თქვენ შუს? არ ვიცი, გვარი არ ვიცი რა ვინ თხოვდა, ხო და? სოფლენია? არა, ეს არის გარდაბანში, ხო და? ეს ფული ვინც იღებდა ეხლანდელი სულ თანამშრომელი ციციან რომ გარდაბანში მაგის ბიძაც იღებს ფული და ახაც ერთი ბიჭია იმან იღებს ფულებს. კრიმინალურ ავტორიტეტებზე ლაპარაკობ. არა, კრიმინალი არის, ეს არის პაწამბუცანები. ის ბიჭმა დარეგა სახელი არ ვიცი. იგენან დარეგეს რომ ნახე როგორ დაწვეს მანქანა. ანუ ამ სოფელში სხვებს აქვთ ფული მიცემული ამ კაცს. ხო. ხო. აი ვის მაგალითად შეგიძლიათ გითხრათ? ნუ მე ვიცი რომ ერთი 10 კაცს მიცემული აქვს და ვის მიცემული აქვს ისიც ვიცი. მაგის 10,000, 15,000, 20,000 აი ესეთი ფულს. ემუქრება? წინა მარა. მასეუბნება რას გავაკეთე? ბავშვებს მოგიდასა მანქანიდან ხო და აჰა, ფაქტი ხო დაინახეთ. ფურდები აწერენ ვისაც ცოტა ფული აქვს ისციან აწერენ ამდენ უნდა გადაიხოდო, არ ვიცი ის გულისთვის რა დომ. ვინც არიხდის ესე აგეთებენ ზოგს სახლი დაწვეს, ზოგის მეორე კიდე იყო სხვა მანქანა რო დაწვეს. საგამოვე სოფელში. ამავე სოფელში. და რეაგირება არ არის არაფერი რა. მილიცია აქ იყო ძაღან 1-2 საათის წინ ხალხი მთელი სოფელი აქ იყო და რეგავდა პირდაპირ ხალხში და ეუბნება რომ ხო ხედავ რა გაგიკეთეთო. თუ არ გადაიხდი უარეს გაგიკეთებთ კიდევ. რითი ემუქრება? მოკლით. ესე პირდაპირ ამბობს? პირდაპირ ამბობს და პირდაპირ რეკავს. თავის სურათიც ტელეფონში რა პირდაპირ. და ეუბნება შენი შვილი აქ დადის, ან იმ დღის თიქ იყო, ან ამ საათზე აქ იყო. უთვალთვალებს. უთვალთვალებს ვიღაცები და გზავნიან იმასთან ის კიდე ლაპარაკება აქ პირდაპირ ხალხს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187 და 191 მუხლით მიმდინარეობს, რაც თანხის გამოძალვას და ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.